რა თქმა უნდა, სამყაროს მოწყობის პრინციპების მეცნიერულ ჯაჭვში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ისააკ ნიუტონს, ამ უდიდეს მეცნიერს, რომელმაც არაერთი გამოთვლა აწარმოა და ბუნების ძალების შესახებ მოგვცა ექსპერიმენტებზე დამყარებული ცოდნა. ხანდაზმულობის ჟამს ნიუტონი ყვებოდა, რომ ერთხელ ვაშლის ბაღში სეირნობის დროს დღისაზე მთვარე დაინახა. იმავე მომენტში მისი მხედველობის არეში ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი მოხვდა. ამ ერთმა მიხვედრამ ბევრი რამ გაგვაცნო ნიუტონის საშუალებით. მუშაობდა რა მოძრაობის კანონებზე, მან უკვე იცოდა, რომ ვაშლი დედამიწის გრავიტაციული ველის ზემოქმედებით ჩამოვარდა. იცოდა ისიც, რომ მთვარე არა უბრალოდ კიდია ცაზე, არამედ დედამიწის გარშემო ბრუნავს. შესაბამისად, მასზე რაღაც ძალა მოქმედებს. იქნებ, ერთი და იგივე ძალა აგდებს ვაშლს მიწაზე და მთვარეს დედამიწის ორბიტაზე აკავებს, ფიქრობდა მეცნიერი. მეცნიერების ისტორია მოწმობს, რომ პრაქტიკულად ყველა არგუმენტი დაკავშირებული ციური სხეულების მოძრაობასთან. იმაზე დადიოდა, რომ ციური სხეულები არიან რასრულყოფილნი, თავიანთი სრულყოფილებით წრიულ ორბიტებზე მოძრაობენ. თვით წრეს იდეალური გეომეტრიული ფიგურაა. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ითვლებოდა, რომ არსებობს ორი ტიპის გრავიტაცია, ციური და დედამიწის. და ეს წარმოდგენა მყარად იჯდა მაშინდელი ეპოქის ადამიანთა გონებაში. ნიუტონმა გრავიტაციის ეს ორი ტიპი თავის გონებაში გააერთიანა. ამ ისტორიული მომენტიდან დედამიწისა და დანარჩენი სამყაროს ერთმანეთისგან ხელოვნურმა და არამართებულმა დაყოფამ არსებობა შეწყვიტა. დედამიწის მიზიდულობის ძალა მის ზედაპირთან პლანეტის ნებისმიერ წერტილში მდებარე ყველა მატერიალურ სხეულზე ერთნაირად მოქმედებს. დედამიწის მიზიდულობა თქვენზე პირდაპირ ახლა მოქმედებს. მას თქვენ გრძნობთ, როგორც საკუთარ წონას. თუ რაიმე დაგივარდათ, იგივე ძალის ზემოქმედებით ის თანაბარი აჩქარებით დედამიწისკენ დაიწყებს მოძრაობას. პირველად თავისუფალი ვარდნის აჩქარება ექსპერიმენტზე დაყრდნობით გალილეიმ გაზომა. მსოფლიო მიზიდულობის კანონი მზის სისტემის მექანიკურ მოწყობას ხსნის. კეპლერის კანონები, რომლებიც პლანეტების მოძრაობის ტრაექტორიას აღწერს, შეიძლება ამ კანონით დადგინდეს. კეპლერის კანონებს მხოლოდ აღმწერი ხასიათი აქვს. ფორმულებს არანაირი თეორიული საფუძველი არ გააჩნია. ნიუტონის სამყაროს მოწყობაში კი კეპლერის კანონები ისეთი უნივერსალური კანონებიდან გამომდინარეობს, როგორიც მექანიკისა და მსოფლიო მიზიდულობის კანონებია.